მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ასევე ძალიან კარგი დღე გვაქვს. აი ესეთი კარგი ამინდი გვაქვს. არც ისე ცხელა, არც ისე ციოა. იდეალური ამინდია საკატავად და გამოვიდით, რა თქმა უნდა, მეგობრები. და დღეს უფრო ბევრი ვართ ვიდეო წინაზე. როგორც გოგოები, ასევე ბიჭები. ეხლა მივართ Smart-თან მიკრიბებით და მალე დავიძრებით. მანამდე კი განახებთ დღეს ძალიან მაგრესი ბაიკები იქნებიან ჩვენთან ერთად და დაგათვალიერებიეთ. მივიდეთ ეხლა Smart-თან და ცოტა ხანი გავჩერდებით, დაველოდებით ყველას. ეს რა არის? აქ რა ხდება, მეგობრებო? აქ რა სილამაზე მომიყარეს თავი. Oh my god. აი ბაიკს ხედავთ თქვენც? აუ რა კაია. აი მოსაოცრებას ხო ხედავთ? აი მარტინის გაფორმებით დუკატის ხო ხედავთ? რა კარგები ხართ. მოდი ახლოდან დაგათვალიერებიოთ. ეს ნახეთ რა მოვიდა ბიჭო. ანუ იქითკენ ხო საოცარი რაღაც არის, მაგრამ აი აქეთ ეს რა არის ბიჭო. შვიდობაში. ძალიან კაია. ამას რაიჩი კიდე ცალკე ვნახავთ როგორ დადის და რა ტიპია. გამარჯობათ, გამარჯობა. მოდი ახლა უცებ გავერიდოთ ქალაქს, აქ ცოტა გადატვირთულია მოძრაობა. ესე იგი დღევანდელი გეგმა არის დუშეთი და ბაზალეთის ტბაზე ასვლა. ჯერ სავარაუდოდ დუშეთში ავალთ და შემდეგ გადავალთ ბაზალეთის ტბაზე, ასევე ძალიან ლამაზი გზა არის იქაც. მოკლედ ჯერ არ ვიცი რამდენი ბაიკი ვარ, ზუსტად სანამ არ გავჩერდებით. მაგრამ ბევრი სხვადასხვა სტილის ბაიკი არის რა, ძირითადად სტრიტები და სპორტები ვართ, მაგრამ ჩემსი როგორც ხედავთ, ჩოპერიც არის, რაც ძალიან მიხარია. კარგია, მე მევასება. ყველა მოტოციკლეტი მევასება. აი ორბორბლიანი თუ არის უკვე ჩემია რა. XL 1200 უნდა იყოს მე მგონი. რო გავჩერდეთ, მე კარგად ვნახავ კიდე და დავათვალიერეთ ერთად. წავედით ახლა არ ამგონია გავჩერდეთ კიდე. მე ძალიან ჩამორჩი, იმიტომ რომ მინდოდა რომ სადღაც შუაში ყოფილიყავი, რომ წინა რაიდერებიც გადამეღო, ვინც ჩემს წინ მიდის და ჩემს უკანაც, მაგრამ ამასობაში ძალიან ჩამორჩი, ჩემს უკან ორი რაიდერი არის და წინ ძალიან ბევრი და მგონი ჯობია ცოტა წინ წავიდე.
ისო დაველოდოთ დანარჩენებსაც. ზოგი ნელა მოდის და ის აწავიდა. წავალ დავეწევი. Many minutes later. დავეციე, ხლა და მოვატრიალო. ვერ დაგვინახე? ეგრევე გავაგეკი და მივხვდი რომ ვეღარ დაგვინახე. წავედი. სად იყავითო კაცო? სად დეკითო? თქვენთან ერთად ბარემ ერთად დავუხვიოთ. მეთქი უოჭოლიანა ვარია იყო. უოჭოლი ვიცი, იმიტომ ბოლოს შენ გადმოგასარი. მაგარი კატაობა გქონდა, ჩვენ უფრო მეტი ვიარეთ. არის კი, საკაიფოა ზევით რო. და თან აქ ხრეში არ ყრია, იმიტომ რომ ძალიან აქტიური გზა არის და არ ყრია. ნელა ჩვეულებრივად, აი როგორი მოსახვევი უნდა იყოს ხა ნელა. შენ როგორც მოდიხარ, მასე უეჭველი. Shame. დედა მამიკდეს თავი რო. თავარი არის მშვიდობით მოვიაროთ ყველაფერი. აქეთაც რა ლამაზა და უკვე გამწვანებული რა მაგარია. მე სანამ ბატარეები გამოვცვალე, რა თქმა უნდა ყველამ გამასწრო. მაგრამ ერთი პლუსი ის აქვს, რომ მე როგორც მინდა ისე ვივლი მოსახვევებში ახლა. ულამაზესი დუშეთი მეგობრებო. ამოვედი დუშეთში და სანამ დაიშლებიან ხალხი, იმიტომ რომ ზოგიერთი მიდის, იმდენი ვართ. ყველა ერთად ვერ დავაფინიშებთ ალბათ ზოგს რა საქმე, ზოგს რა საქმე და ამიტომ მუცებ ბაიკებს შემოუაროთ. ჩემი ბაიკი უკვე კი იცით. გავრეცხეთ, ნახე რა ლამაზია. ფრედი თავისი 650-იანი ნინძათი. ფოტოსესია მოუწყეს. ეს ბაიკი იცით ჩემთან ვიდეოებში ჩანდა, მაგრამ ეხლა სიახლეები ეხლა აქ უნდა განახოთ საოცრებები. ამას უყურებთ. პანიგალესი 1199 ულამაზესი. შემდეგ დეიტონა, კი იცით ეს დეიტონა, რომ მასწრებს ეს მაიმუნი, მაგრამ აი სიახლე მარტინის გაფორმებით. Hello. მარტინის გაფორმებით 899 პანიგალე. პატარა პანიგალე ულამაზესი. აი საოცრება, აი არ ვიცი. სხვა ბაიკებზე აღარ გადავალ აქ. აქ ჩერდება ყველაფერი წამი დრო. ეს ბაიკი ახლა შეიძინა ჩემ მეგობარმა წითელი street rifle-ით რო აი იყო ხოლმე ჩემ ვიდეოებში იმ ბაიკის პატრონმა იყიდა. ნახეთ რა ლამაზია, აი საოცარია ღმერთო, აი ახლობდან კიდე თავის დამცავებით, გრიზომას ნავაროტკებით, აქედანაც ნახეთ რა კარგია. ეს ბაიკიც გახსოვთ ჩემ ვიდეოში და Yamaha 250 მე მგონი FZ 250 არის მე მგონი. მაშინაც ვერ ვიცანი. აი ეს ბაიკი რო მომალულად არის
BMW S1000 RR-ი. რომელსაც რატომღაც მაყუჩი არ უყენია თუ სწორად ხედავ, მაგრამ ძალიან მაგარი ბაიკია, ერთ-ერთი ჩემი dream ბაიკი არის. შემდეგ Yamaha MT-07 ან FZ-07, მგონი არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. ჩვენი 690 დუკი, კი იცით, ასევე S2 GX-ერი 600-იანი ესეც იცით. 48 Harley Davidson-ის ეს ბაიკი გადაღებული ყავს კონკრეტულად ეს არა, მაგრამ ძალიან კარგად იცით. რა მომივიდა ამ ბაიკზე, შუა გზაში რო საწვავი გამითავდა, ვისაც არ გაქვთ ნახი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ვიდეო და ნახოთ და გეტყვით იმასაც, რომ ერთხელ უკვე გავსებული ბაიკი კიდე ერთხელ შეავსო დუშეთში ამოსვლამდე ჩვენმა მეგობარმა აგერ. მაგრამ თავისი ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა, ამ მოტოსთან დაკასტომებული არის აშკარად ეს სკამი და რაღაცეები. მლოვანი წინაღობის ფილტრი და ასე შემდეგ. და ასევე CBR 500, 2 ცილინდრიანი ძალიან კარგი სტარტერ ბაიკი, ჩემი აზრით, რომელიც ბევრ თავის კონკურენტს ჯობია, იმით რომ თუნდაც ამოტრიალებული ამორტიზატორები რო აქვს, თუნდაც მაგიტო, იმიტომ რომ კი არის დამწყები რაიდერისთვის ეს ბაიკი, მაგრამ არის ძალიან მაღალი კლასის, ვინც ეძებთ ისეთ მოტოციკლებს, რომ იყოს თან დამწყები და თან იყოს აი ასე ვთქვათ მაღალი კომპლექტაციის, ჩემგან დიდი რეკომენდაცია ამ მოტოს. სულ ესენი ვართ დღეს, ეხლა ცოტა ხანი ვისვენებთ, წავიხემსებთ და გავაგრძელებთ გზას გადავალთ ბაზალეთში. Much later. Wow! ძა, აბა რა მასალა იყიდე, ეგრევე უნდა დავჩეკო. სად გავაჩერო? აი წინ გავაჩერ. ეს გოგო ალბათ ყველას გიცნობათ. ლინაკო, რომელიც იცით რომ სახლს აკეთებს. აი ესე შვენივრად იქიდან გამომდინარე რომ რაო? ხელთათვანები? გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობა. ნოდარი კონსტრუქტორი. ვა, სარტყელი, ოკეი. წავედი ზემოთ. აჰა. ძალიან კაი ესე რო გააკეთეს. აი მე თქვენი ხელით ჩალიჩობთ. მერე გოგო. ბაზარი არა კი. ყოჩახ თქვენ. ესე ვიცით ჩვენ ესე მისამები ვიცით. ხო, ნახე, მიუხედავად იმისა, რომ სახურავი გამოუყენებადი იყო, უფრო მძიმე იყო რა. შენ ხა აქ ყველა ავეჯი და ვაფშე ყველაფერი რო განათავს, იმაზე მე დატვირთვას ვერ მიცემ, რაც ქონდა რა. ამიტომ ოკეია. მოდი 1-2 მეც წაგეხმარებით. კაი, წავედი, ახლა მე რომ მეგობრები არ მელოდებოდნენ, სიამოვნებით მოგეხმარებოდი. არა, უცეში. აბა, ოჩაღად, წარმატებები და გბალეში ყოფთ. კარგად, ნახავდის. გაიხარე. პატარა საქმეზე შემოვიარე, ვიცი არა თემატური გადახვევა მქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი პროფესია არის სტრუქტურული ინჟინერია. ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ იუთუბერ გოგონას, ლინაკოს, რომელიც კარგად იცით ალბათ, მე თუ მიყურებთ ალბათ ლინაკოს ვლოგები, მაინც რამე გექნებათ ნანახი, იცით რომ სახლს ხურავს და კონსტრუქციულ სამუშაოზე გადის ეხლა და რაღაც რეკომენდაციები გაუწიე უბრალოდ.
აქედან არის ბაზალეთზე ძალიან კარგი გადასასვლელი. ნუ რა თქვა რომ იდეალური გზა არა, მაგრამ ასფალტიანი გზა მიდის. შეგიძლიათ გზა რომ კაი მრავალფეროვნოთ, სწორედ ამ გზით წახვიდეთ ბაზალეთზე და ოკეი, გზა არის რა, ვერ ვიტყვი რომ გასაგიჟებელი, მაგრამ აი აქედან უკეთესი გზა აშკარად. აუ როგორი გამწვანებული აქაურობაც. ნახეთ რა ლამაზი მინდვრებია. უიმე რა იყო იქ? ვაიმე! What the fuck, man? Woo! როგორი დაუობლინგა? Easy, man! კარგი სეივი იყო. ძალიან ცუდი გზა არ არის და აი უსწორმასწოროც არ არა, ის სწორი არის, პროსტა გრუნტიანი არის და როგორც გაგისწორდებათ. კი ბატონი. მოიცა მოაყენოს ახლა ყველამ. არიქა კატები მყავსო და ეს ნახე, იმენა კაი. კაი. ბიჭო რა იყო, იცი აქეთკენ რა ლამაზი მინდვრებია თქო და გამოვიხედე და იქა იმენა ეგეთი არის. ეგეთი პირველად მომივიდა და არ ვიცი. ეხა ჯიქსერის ფანები ალბათ ჩამქოლავენ, მაგრამ აი ეგეთ უწყინარ სიტუაციაში მოვიდა გულოსაც რა. პროსტა აი ვაჟაზე მივდიოდით, არაფერი, პროსტა გაზს მოუჭირა რა. ცხვირიც არა უწევია. გაზს მოუჭირა და აი ობლინგი. ისე რა, აი იმენა პირველად ამემართა ამას. იმაში ჩაარტყა, ოდნავ ესე მქონდა გადახრილი. ჩაარტყა და რო გადაიარა. პატარა იამკა იყო, ხო? მე მგონი ეგეც იქაც ეს პატარა ჭაზი გადაიარა და ეგ იყო. არა და ეს გააქვს ვითომ. მაგიტო არის ჯიქსერზე ძალიან ხშირად, აი ხა eBay-ზე რო შეხვიდე, ეს დემპერის სტოკი ყრია. ხსნიან და რაღაც aftermarket-ს აყენებენ რა. მეტყობა რომ ისე ეფექტურად ვერ მუშაობს. Oh, it was so fucking scary, man. ჩვენი ოპერატორი. აი, როგორ ხდება ხოლმე. გიო, უკან გაიხედე? მოკლედ ესაა დღეს მე მგონი ნახეთ რა ლამაზები არიან. აბა ხედავთ. გინახნიათ ხალხო ტესლა გინახნიათ. აქედან დავიძრებით ახლა უკვე თბილისში და გზად თუ რამე საინტერესო იქნება რა თქმა უნდა თან გადავიღეთ თუ არა და დაგემშვიდობებით ამით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. დროებით. მაგრად